გამარჯობა, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. სპიკერის შეფასებით ვენესუელაში ჩატარებულმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს. ამ თემაზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს ანუკა ბუავა გაეცნო და ის შემოერთდება ახლა კურიერის ეთერს. ანუკა, გისმენთ. ქართული ოცნებისთვის ფაქტია, რომ აწლევლების განმავლობაში მოქმედი საერთაშორისო წესრიგი მთლიანად მოშლილია და ამის ერთ-ერთი და კარგი გამოვლინება არის სწორედ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები. პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა და ქაოსის ფონზე საქართველოს უნდა გაატაროს მიზანმიმართული და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომ ისე რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო და მეორეს მხრივ უფრო მეტიც მიიღოს შექმნილი და შეცვლილი რეალობის ფონზე მეტი სარგებელი ამ პროცესიდან. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ დიდი სახელმწიფოები, რომელთა ინტერესებიც მუდმივად იცვლება მსოფლიოში, განსხვავდებიან საქართველოსგან, რომელიც არის პატარა სახელმწიფო და ამბობენ, რომ საქართველოს ამ პირობებში არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად ცვალოს საკუთარი პოლიტიკა და შესაბამისად მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ერთადერთი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ ეროვნული ინტერესები, ქვეყნის ინტერესები, რომ არ დაზიანდეს და პირიქით უფრო გაძლიერდეს ქვეყანა. საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან. მთლიანად არის მოშლილი ის წესრიგი, რასაც ეფუძნებოდა გასული 10 წლეულების საერთაშორისო ურთიერთობები და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები არის სწორედ ამ რღვევის, ამ მოშლის ერთ-ერთი კარგი გამოვლინება. არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი კარგი გამოვლინება. თავარი ორიენტირი, რაც ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, ეს არის საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ეროვნული ინტერესებიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ქვეყნების ინტერესები იცვლება, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად წლიდან წლამდე შეიძლება დიდი ქვეყნების ინტერესები შეიცვალოს. ჩვენაირ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ დაკრულზე იცეკოს, ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ რაღაც ახალი პოლიტიკა მიიღოს. ასეთმა შედეგებმა ქვეყანა მიიყვანა ძალიან დიდ პრობლემებთან. 2008 წლის ომიც იყო სწორედ ერთი ასეთი ნეგატიური შედეგი. ამიტომ კიდევ ერთხელ, სანამ არ დასტაბილურდება ეს საერთაშორისო წესრიგი, ახალი საერთაშორისო წესრიგი არ ჩამოყალიბდება, სანამ არ დასრულდება ეს გეოპოლიტიკური ქაოსი, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა გავიაროთ ეს საშიში მტკივნეული პროცესი, ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ და პირიქით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს სახელმწიფომ აი ამ არსებითი ცვლილებების ფონზე. როგორ უნდა იმოქმედოს და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველოს ახალი მსოფლიო რეალობის ფონზე, იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომელსაც საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს და თვალს ადევნებს თუ რა ხდება მსოფლიოში, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს ხელისუფლების ოპონენტებს. უფრო მეტიც ნაციონალურ მოძრაობაში აქცენტს აკეთებენ საკუთარ პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებზე, არ მალავენ სურვილსაც, რომ მათ სურთ და მომხრეები არიან ვენესუელის სცენარი საქართველოში განვითარდეს. სახელისუფლება გუნდში კი ამბობენ სწორედ ამას, რომ ოპოზიციას არც აქამდე დაუმალავს, რომ ჯერ მაიდნის, შემდეგ ნეპალის, ახლა კი ვენესუელის სცენარის განვითარების მომხრე არიან საქართველოში, თუმცა ქართული ოცნების პასუხი მსგავს მიდგომებსა თუ ხედვებთან დაკავშირებით არის ერთი, რომ ხელისუფლება ირჩევს პრაგმატულ და რაციონალურ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. მთავარი ამოსავალი წერტილი კი საქართველოსთვის არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში ეს არის სწორედ ის გამოსავალი და ის მთავარი გზავნილი და მთავარი გეგმა, რაც საქართველოს დაეხმარება მშვიდობის განმტკიცებასა და შენარჩუნებაში. მსოფლიო პოლიციელი დაბრუნდა და პირველ რიგში დაიწყო იმ რეჟიმების დასჯა, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება. და ვენესუელაში მადუროს ქონდა მიტაცებული ხელისუფლება და პირველ რიგში ვისაც შეექმნება პრობლემა არიან ის პოლიტიკური ძალები, ის რეჟიმები, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები, არიან არალეგიტიმურები.
რა დარჩათ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება. ჯერ იყო მაგალითად საუბრობდნენ, რომ მაიდანი უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, მერე მოეწონათ ნეპალში მიმდინარე მოვლენები, ეხლა ვენესუელას მოდელი, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი სამშობლო არის საქართველო და მხოლოდ საქართველოში მიიღება საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ტურბულენტური მოვლენები მიმდინარეობს საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც იცვლება მთელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ მოვლენებში იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, სწორედ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი. პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისად მიზნის მიღწევა, როგორც არის ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რასაც გჭირდება, სწორედ ამ საკითხს გჭირდება ყველაზე მეტად პრაგმატული და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღება და მეორე მხრივ მზარდი ეკონომიკა და ეკონომიკის ზრდის ფონზე ქართული ხალხის და საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. უცვლელია ხელისუფლების დამოკიდებულება იმ სახელმწიფოების მიმართაც, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არ აღიარებს. პარლამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ პოსტში წერს, რომ ასეთი სახელმწიფოები თუ ხელისუფლებები ვერ იქნებიან საქართველოს ქართველი ხალხის მეგობარი. შალვა პაპუაშვილი ვრცელ პოსტში ვრცლად საუბრობს ახალ მოცემულობაზე, რომელიც არის მსოფლიოში და მათ შორის ამბობს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკა ამ მიმართულებით არის მყარი და ის არ უნდა შეიცვალოს. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო განამტკიცა მმართველი გუნდის გეგმა, ქვეყანამ არ გადაუხვიოს მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩაერთოს სხვების სცენარებში. გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს, როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი. წერს შალვა პაპუაშვილი. საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასდროს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება. საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი. დაფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად და მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველიერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ 1000 წლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს საერთაშორისო წესრიგებს. გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია. დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში. გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი. ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა. გარეძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და დემოკრატიის ბომბებზე და ლიბერალიზმის რაკეტებზე ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ: გარეჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს, ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა. ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი. ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია. იანვრის პირველივე დღეებში
შტატებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩაბერთოთ სხვების სცენარებში. ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს. ნიკოლას მადუროს ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი კი მარტში გაიმართება. ვენესუელის პრეზიდენტი სასამართლოში მეუღლესთან ერთად ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. ვაშინგტონი მათ ნარკოტრაფიკინგსა და ისეთი იარაღის შენახვას ედავება, რასაც შეიძლება შტატებისთვის საფრთხე შეექმნა. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურად განიხილავს 3 იანვრის სპეცოპერაციას, როცა ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში სხვადასხვა ობიექტები დაბომბეს. ვენესუელის პრეზიდენტი და მის მეუღლე კი დააპატიმრეს. ახლა ტრამპს სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე განცხადებები გაკეთდა გაეროშიც. Для преступления циничность. არ არსებობს და ვერ იარსებებს გამართლება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ცინიკურად ჩაიდინა კარაკასის მიმართ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული აგრესიის აქტებს ვენესუელის წინააღმდეგ, რაც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევაა. ვენესუელის გატაცებული პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის შესახებ დადასტურებულ ცნობებთან დაკავშირებით. ჩვენ მოუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მისი მეუღლე. ჩინეთი ღრმად შეძრწუნებულია და მკაცრად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების საომხრივ, უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს. ჩვენ მოუწოდებთ შეერთებულ შტატებს უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საბჭოს საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პასუხისმგებლობის შესრულებაში. ასევე მხარს ვუჭერთ გაეროს გენერალური მდივნის, რეგიონის ქვეყნებისა და ორგანიზაციების ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ დიალოგს სიტუაციის დეესკალაციისთვის. როგორც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ვენესუელასა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს. ჩვენ არ მოგვიხდენია ქვეყნის ოკუპაცია. ეს იყო სამართალდამცავი ოპერაცია კანონიერი ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. შეერთებულმა შტატებმა დააკავა ნარკოტრაფიკერი, რომელიც ახლა წარდგება სასამართლოს წინაშე შეერთებულ შტატებში, კანონის უზენაესობის შესაბამისად, იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 15 წლის განმავლობაში ჩაიდინა. დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში დადო. ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით ფიცი დავდოთ როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს. განაცხადა როდრიგესმა. 56 წლის დელსი როდრიგესმა ფიცი მისი ძმისა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხორხე როდრიგესის წინაშე დადო. კოლუმბიის მთავრობა აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში შტატებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. როიტერის ინფორმაციით კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნარკოლაბორატორიებს, კრიმინალურ ორგანიზაციებსა და მათ ბანაკებს ამოიღებს მიზანში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ უბედურების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე. განაცხადა კოლუმბიის იუსტიციის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა კი ამერიკელი კოლეგა ქვეყანაში მიწვია, რათა პირადად გაეცნოს ნარკოტიკებთან ბრძოლის მცდელობებს. გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განაცხადა. სტივენ მილერი აცხადებს, რომ რეალური კითხვა ისაა, თუ რა უფლებით ამტკიცებს დანია გრენლანდიაზე კონტროლს. მილერი არ ფიქრობს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იქნება საჭირო, როგორც მან აღნიშნა, გრენლანდიის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება.
რეალური კითხვა ისაა, თუ რა უფლებით ამტკიცებს დანია გრენლანდიაზე კონტროლს. რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი? რა არის იმის საფუძველი, რომ გრენლანდია დანიის კოლონია იყოს? ამერიკის შეერთებული შტატები რომ ნატოს ძალაა, ეს ფაქტია. იმისთვის რომ ვაშინგტონმა უზრუნველყოს არქტიკული რეგიონის უსაფრთხოება, ანუ დაიცვას ნატო და ნატოს ინტერესები, აშკარაა, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს. მისი მომავლის გამო შტატებს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება. ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი გრენლანდიელებს მიმართავს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს. არტისტი პარალელს 1944 წელთან ავლებს, როდესაც ისლანდიამ დანიისგან გამოყოფა და საკუთარი ენის გადარჩენა შეძლო. ბიორკი მწვავედ აკრიტიკებს დანიის პოლიტიკას და კოლონიზმის საშინელებაზე საუბრობს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეგრეთ წოდებულ სპირალის სკანდალზე, რადგანაც 1966 წლიდან 1970 წლამდე 4500-მდე გოგონასა და ქალს მათი ნებართვის გარეშე საშულოსნოს შიდა კონტრაცეპტივები ჩაუდგეს. მუსიკოსი ასევე აპროტესტებს 2025 წელს გრენლანდიელი დედებისთვის ბავშვების ჩამორთმევის პრაქტიკას. მეშინია რომ ჩემი გრენლანდიელი მეგობრები შესაძლოა ერთი სასტიკი კოლონიზატორის ხელიდან მეორეს ხელში გადავიდნენ. წერს ბიორკი და მეზობელერს დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა იმართება. მოლაპარაკებაში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად 27-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს. შეხვედრაზე შტატების დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. როიტერის ცნობით ლიდერები შეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ. ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 1200-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, 4 ბავშვი და 2 სამართალდამცველია. ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები 88 ქალაქსა და 27 პროვინციაში გაიმართა. და საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოსდან უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, ტაილანდის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. გასულ წელს საქართველოსდან გააძევეს სულ 1311 პირი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. სამეგრელოს პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტით ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორია გრიპის ვირუსის მაჩვენებლები და ვაქცინაცია საქართველოში? თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი კვლავ ცირკულირებს, ძირითადად კი ჰონკონგის ვირუსი. მისი განცხადებით, მიმართვიანობა მაღალია, თუმცა არ არის პიკი. ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე პაციენტებმა მიმართონ ექიმს. ჯერჯერობით ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ძირითადად ეს არის H3N2 ტიპის ვირუსი და მიმართვიანობის თვალსაზრისით, როგორც ამბულატორული ისე სტაციონარულ დაწესებულებებში, ყველაზე მაღალი ციფრისათვის, პიკისათვის ჯერჯერობით ამონაცემებს არ მიუღწევია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მაინც მაჩვენებელი შედარებით ნაკლები. რისკი ჯგუფებისთვის გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია. ვინაიდან აქ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა. ანტივირუსული საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია გრიპის ყველა ფორმის შემთხვევაში, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, ეს პრეპარატი არ უნდა იყოს დანიშნული მშობლის ან მოზრდილი ადამიანის პაციენტის მიერ. ამ პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ექიმი იღებს, ვინაიდან მას თავისი გვერდით მოვლენები გააჩნია, ისე როგორც ყველა პრეპარატს და ეს არ არის სიცხის დამწევის საშუალება, რომელიც შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნოს.
დამტკიცდა საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც რუსეთის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში შეიქმნება. 24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. ამას კი სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მაღაზიების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. საქართველოს მთავრობაში შექმნილი არის უკვე კომისია, რომელიც ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს იმსჯელებს, ჩართულები იქნებიან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ანალოგიურად, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, საქართველოს პარლამენტის პასუხობს აღნიშნულ საკითხს და პირველივე დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია საქართველოს პარლამენტში, რომელიც ამავე საკითხებზე გამართავს დისკუსიებს საჯაროდ და ყველას ექნება აღნიშნული საკითხის მოსმენის შესაძლებლობა განხილვებში მონაწილეობის მიღებაც ამავდროულად. თავარი არის, რომ ის საკითხები დარეგულირდეს, რომელიც ქმნის ჭარბ ფასებს, რომელიც პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი საქართველოში ცხოვრები ადამიანისათვის და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი, და ბიზნესის ხელშეუხებლობა, რომელიც უზრუნველყოფილია 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ქართული ოცნების გუნდის დამსახურებით, რა თქმა უნდა, კვლავ უცვლელი დარჩება. იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა. პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა და გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს. სააგენტო მიიღო გადაწყვეტილება და მომავალს ჩვენ გადავცემთ 400-მდე თვით დასაქმებულს აღჭურვილობას და ტექნიკას იმისთვის, რომ მათ ახალი შესაძლებლობები გაუჩინოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სააგენტოს საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ შესაბამისი ბიუჯეტი გვაქვს გამოყოფილი წლიდან წლამდე. სააგენტო ახორციელებს და აფინანსებს სხვადასხვა საშემოსავლო პროექტებს. ერთ-ერთი მიმართულება არის თვის დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე პირს კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება ეთქვა და ამ პირებს უახლოეს მომავალში სააგენტო შეუსყიდის სხვადასხვა ტექნიკას და სახელობო იარაღს. მოვითხოვე ის ინვენტარები, რომლებიც საჭიროა ვიდეო კონტენტის შესაქმნელად. კომისიაზე გავიმარჯვე და ძალიან მადლობელი ვარ აი ამ საჩუქრისთვის. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტი მზისკარი შეაჯამა. გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით 2024 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელის მზისკარის განვითარება, რომლის მიზანიც რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. მზისკარის თითოეულ მასპინძელს გადაეცემა ბრენდირებული მანიშნებელი. ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ინდუსტრიის წარმატებული განვითარების კვალდაკვალ, რაც გამოხატულია როგორც ტურისტების რეკორდულ რაოდენობაში, ასევე შემოსავლების რეკორდულ რაოდენობაში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ახალი, უნიკალური, სპეციფიური მომსახურებების შეთავაზება და ხელშეწყობა. გარდა იმისა, რომ გასტრონომია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ისინი ქართული კულტურის, სუფრის და მასპინძლობის ტრადიციას აცნობენ სტუმრებს. უკვე 15 მონაწილე გვყავს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას ხელს უწყობს. ვფიქრობთ, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტად გადაიქცევა და ჩვენ ამაში ძალიან დიდ როლს ხედავთ. კურიერი 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.gz.